სალამი დინა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თავად? კარგად, ძალიან დიდი. ძალიან მიხარია რომ მომიწვიოთ. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ მოვიდა და გაგიცნობთ. ხო, ნიკა უფრო კიდე არიცნობდა უფრო სწორად ჩვენ შემოქმედებას და მე რაღაცა ერთად განვიხილავდით, იმიტომ რომ ჩემი აღმოჩენა იყავი ოჯახში პირველად და ძალიან შტაბეჭილება მოახდინა მოკლედ და ძალიან მომწონს შენი შემოქმედება. პირველი ახლა რაც აუცილებლად უნდა თქვა და აღნიშნო artist name-ი არის დინა სინამდვილეში ელენე და დავიწყოთ. ხო, საიდან როგორ რატო დინა, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი და ხო, მე მქვია დინა და არა დენა. ხო. არც ძინა. რომ გითხულობდი რაღაც იმაზე რომ შევედი რა პირველად page-ზე, Instagram-ზე, ანუ Instagram-ით ნახე პირველად შენი გავეცანი მუსიკასაც და მე გადავედი უკვე დიდუბე რეკორდზე რომელზეც ვისაუბრებ. მეც დავიბენი რა, მეთქი ხო სწორად ვამბობ ნეტა დინა, დენა მეთქი აშკარად დინა. ერთმა დედაენა წაიკითხეს. ხო და მოხევი აბა საიდან. დინა მქვია იმიტომ რომ სვანურად ნიშნავს გოგოს და სვანი ვარ. და რაღაც ეს არის რა. ჩემთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს რა, რაღაც გოგო რო გქვია, არტისტის სახელად, ეს არის რა. სტეიტმენტი არის რა მოკლედ. ხო, დიდი სტეიტმენტია და ან მალე მიხვედი მაგ სახელს. აი მე ძალიან ადვილი იყო. მართლა? მანამდე მე რქვა ელელე და მე ჩემთვის ვაკეთებდი რა რაღაცებს. ხო და თითქმის ალბომი რო დასრულდა, ჩემი პროდიუსერი მეკითხებოდა რომ ელელეთი გინდაო რო დარელიზდაო და მეთქი აუ არა თქო რა რაღაც სხვა მინდა თქო და რაღაც სერჩავდი რაღაც სვანურ სიტყვებს და ერთი სიტყვა დავწერეთ მეორე სიტყვა დავწერეთ და მესამეზე всё ანუ დინა რო ამოაგდო გოგო ჩავწერეთ რა და დინა რო ამოაგდო აი всё ეგ თან როგორ ჟღერს რაღაცა ხო ანუ რეალურად სახელიც არის ჩვეულებრივად ქალის მაგრამ ხო არა თან აკაურიც არის თან ზოგადად სათქმელიც ძალიან კარგი და დასამახსოვრებელია და ძალიან კაი. სახლი გააქვს სვანეთში? კი. სახლი რა მიწები მაქვს და ძალიან ბევრი ნაცნობიდან ჩემი სახლი გასაკეთებელი აქვს ჩემი სახლი მაგრამ მაქვს. ხო და ამან ალბათ ეს რაღაცა ეს სემპლზე გავლენა. სერჩავდი სვანურ სახელს. ხო და არა რაღაც international არა international რაღაცა ისეთ სახელს რა. ან შემეძლო პროსტა ელენეს ყოფილიყავი. არა ძალიან კარგი ნამდვილად ძალიან. ხო ჩემი მთელი ოჯახი არიან სვანები. თუმცა არც ერთი სხვა კუთხის შვილი არ გვყავს სისხლში. რაღაც სუფთასისხლის სვანი ვარ და აფხაზეთიდან არიან ასევე. და ამ დევნილობამაც რაღაც ის იქონია რა. გავლენა იქონია ჩემზეც და ჩემ შემოქმედებაზეც. მიუხედავად იმისა რომ ხა არ ვიცი მე რა რაღაც მთელი ცხოვრება იმაში რომ იზრდები რომ გელაპარაკებიან რაღაც ადგილზე ხო რომელზეც PTSD აქვს და სადაც დაბრუნებას ნატრობენ ჩენზე გავლენას ახდენს ეგ რა ძალიან გაუცხოებული ვიყავ ერთი პერიოდი საერთოდ ვერ ვხვდებოდი ვინ ვიყავი და საცხოვრებდი და რა მინდოდა ხო ჩემთანაც ეგრე ანუ ჩემები დედა ჩემის მხრიდან სოხუმიდან დევნილები არიან და ზუსტად იგივეა რომ აი სოხუმში ჩვენი სახლი და აი 2 წუთში ვიყავით ყოველდღე შენი იდენტობის რაღაცა ნაწილი არის მისტიური იმიტომ რომ არ იცი არ გინახავს და მაგრამ ძალიან დიდი ნაწილია სინამდვილეში ხო იცი რა მითხარი ან დიდუბე რეკორდსის ამბავი იმიტომ რომ დინას ლეიბლი არის დიდუბე რეკორდსი რომელიც ასევე ჩემთვის აღმოჩენა იყო და ძალიან მომწონს არტისტები ზოგადად ვისაც ხელი მოკიდა ასე ვთქვათ დიდუბე რეკორდსმა და მოგვიყევი რა დიდუბეში როგორ აღმოჩნდი საერთოდ ხო როგორ აღმოჩნდი ვინ არიან როგორ მოხდა რა თქვენი კოლაბორაცია მე რო ელელე ვიყავი ვაკეთებდი მუსიკას 10 თვე დაახლოებით და ვაკეთებდი ტელეფონში და გარაჟბენდი გქონდა ტელეფონში გარაჟბენდიც არ მქონდა იმიტომ რომ ეს ჩემი Android-ი ვერ იწერდა ვერც გარაჟბენდს და ვერაფერს და ეგეთი API არის Voloco ქვია და ბენდლები რა ბენდლები კი ბატონო ხო და მაგაში ვაკეთებდი და 10 თვე გაგრძელდა ეგ ანუ არც ვიცოდი რა არა როგორ არ ვიცოდი რატო ვაკეთებდი თავიდან იმიტომ დავიწყე რომ ძალიან პროტესტის გრძნობა მქონდა
ბიჭებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნუ ძალიან თავისუფლად აკეთებდნენ მუსიკას, ეგრე ხშირად, ეგეთი სიხშირით არ ვხედავდი გოგო არტისტებს და ახლა ლაპარაკობდნენ, ნუ აი ძალიან აბსურდულ რაღაცებს და ქალების მიმართ შეურაც მყოფელ რაღაცებს და ნუ აი მინდოდა რომ ანუ ხმა მოიღეთ რაღაც რა. ხო და თან ამ cover ტრეკების სიმღერამ დამღალა ცოტა და რაღაც ახალი მინდოდა, ხო და 10 თვე ვაკეთებდი ამას. და მე აღმოჩნდი დიდუბეში, დიდუბის ერთ-ერთმა არტისტმა, ბორისა იყო მაშინ ეგეთი არტისტი, ბორის დბლეიდი, მაგან უთხრა დიდუბის ერთ-ერთ დამფუძნებელს და просто შევხვდით რა და რაღაც მოეწონა თურმე ჩემი მუსიკა, ესა შევხვდით და მოდი აი ვცადოთ თორე რამის ერთად გაკეთებაო და დავჯექით და დავჯექით. დავჯექით და შეხეთ მას. მე მაინტერესებს, აი რა შედის თქვენ ამ იმაში, რა ქვია, კოლაბორაციაში. ლეიბლი რას იღებს თავის თავზე და შენ მოკლედ მაშინ როცა ვაკეთებდით მუსიკას, მე არ ვიცოდი პროდიუსინგი. ალბომის რელიზის შემდეგ უკვე მე თვითონ მზივარ და მე თვითონ ვაკეთებ მუსიკას და ეხა უკვე ვამთავრებ ჩემ ალბომს. ხო, ეს რინგი არ ვიცი იცით თუ არ ჩემ ტრეკი, ჩემი ტრეკი არის. ხო. თავიდან ბოლომდე? ხო და დიდუბე არის კომუნალური ლეიბლი, რომელიც ეზოში გაკეთდა მეზობლების ერთობლიობით და გარაჟში იყო თავდაპირველად ეს სტუდია. ეხლა ავაშენთ ახალი სტუდია. რაღაც ამბები ახალი სიახლე გვაქვს დიდუბეში, მაგრამ არ მინდა მაგას ვაყურებ. ველოდებით დიდუბე რეკორდსაც აუცილებლად ჩვენთან. მე ხო როცა დამთავრდება ყველაფერი, მე სიამოვნებით თუ მიგეთ ტესტურებით მაინტერესებს. ჩვენ დიდი სიამოვნებით. ხო და მე რა მკითხეთ? ანუ რა შედის როგორ დაიწყო ხო თქვენი ურთიერთობა და კოლაბორაცია? რა თანამშრომლობა გაქვთ? მე ვარ დიდუბის არტისტი. ვაკეთებ ჩემ მუსიკას, ამასთანავე ვაკეთებ კოლაბორაციებს, იქ არტისტები ვინც ვართ მაგათთან. შემდეგ, ანუ როცა ტრეკებს ვასრულებთ, ეხლა მაგალითად იმ ეტაპზე ვარ, რომ დრაფტები რაც მაქვს, მაგეებს ვაკეთებ დემოებად, რომ ვაჩვენო ლეიბლს, რომ მე აი ეს ტრეკები მაქვს და მინდა რომ ეს ტრეკები შედიოდეს ჩემ ალბომში. მე ანუ ხდება რაღაც გადააზრება, რომ აი აქ რაზე ლაპარაკობ, ეს ამ ინსტრუმენტალში შენი აზრით ეს ხო ცოტა ესეთი არ ხوار შეცვლიდი, ხო? ხო, სრულიად ძალიან კაი. ხო და მე მიქსინგიც მასტერინგიც შედის და მარკეტინგ თიმიც ყავს და კამპანიაც შედის და ბუკინგებიც შედის და ყველაფერი. ძალიან კაი, იმიტომ რომ ჩვენ ეხა რო ვიწყებდით რა ეხა მეც რო 15 წლის წინ არ იყო ეს მენეჯმენტ კომპანიების საერთოდ ყოველთვის გირეკავს ვიღაცაც მაკაცი რომ ჩემთან დავკრავ სამლარში და დაახლოებით ეგ სიტუაცია იყო ხოლმე და ეს რადგან ნელ-ნელა წამეთ სტოქტონი, დიდუბე, ნელ-ნელა რაღაცები რო არის რომ არტისტ მენეჯმენტ სისტემები არსებობს რომ მე არ მომიწიოს ვიღაც დამკვეთთან მე ლაპარაკი პირადად დინას ლაპარაკი სოფოს რომ ეს ძალიან კაი არა კულტურა ჯერ არ აქვს აქ რა არტისტ წერენ ყოველთვის არტისტ გიწევს რომ ესე იგი კაბელით შენ ახვიო, ისიც შენ გააკეთო, რაღაცა ზრუნვა რომ ერთხელ არ მახსოვს ვინ იყო და რა იყო, მაგრამ რაღაცაზე მომწერს, კოლაბორაციაზე იყო, მგონი თუ ბუკინგზე იყო, არ მახსოვს რა და მომწერს და მეთქი ჩემ მენეჯერს რომ მიწეროთ თქო რომ და ჩავუგდო და უი მენეჯერი გყავთ? ძალიან უცხო იყო, ხო, მე უკანი ხელ. ზოგ ძალიან უხაროდა რომ შემოდის საქართველოში ეს ძალიან კაია, იმიტომ რომ სწორი, კარგი კიდე სწორი ეგრე. ანუ არტისტი როცა ხარ, ჩვენთან ეგრე არის და არა მარტო ჩვენთან, ანუ დაწყები არტისტი როცა ხარ, პროდიუსერიც შენ ხარ, მუსიკოსიც შენ ხარ, არ ვიცი, მასტერინგსაც შენ თვითონ აკეთებ, social media-საც შენ უნდა მიხედო, ანუ კლიპიც შენ უნდა გადაიღო, დაამონტაჟე ხო და ძალიან თulia. და რომ ენერგია იყოს მიმართული მუსიკაში და არა შემოქმედებაზე, ხო, ვეღარ კონცენტრირდება, იმიტომ რომ გიწევს აი ეს საორგანიზაციო და მენეჯმენტის და კონტენტის მოხოქვის და ყველაფერი. და ეხლა კონტენტის garaშე უბრალოდ წარმოუდგენელი არის. ხო და ეხლა ვისარგებლებ მომენტით და უღრმეს მადლობას გადავუხდი ისევ იმ ადამიანებს, რომლების garaშეც საერთოდ ეხლა ჩვენ ეპიზოდი არ გვექნებოდა, ესენი არიან აი ეს კამერის მიღმა ადამიანები. ყველას ძალიან დიდი მადლობა, კვარა, ძალიან დიდი მადლობა შენ და სერგო უღრმესი მადლობა კომპანია ტიტანი, რომელიც არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ უანგაროდ. ხო, ნუ ბოლოს ალბათ დაგბლოკავს და დამანებეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანების garaშე არ იქნებოდა.
და დიდი მადლობა რა თქმა უნდა Chaos Bars, რომელიც გვერდით გვიდგას და ესეთ საოცარ სივრცეს გვითმობს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა ნებისმიერი სტუმრისთვის და იმის გარემო, ხო? რაც ახსენე მუსიკალურ პოდკასტთან დაკავშირებით, ხა ჩვენ მე მაგათი ჩემ თავზე ვლაპარაკო რაღაც გარკვეული ნაწილი ქართული მუსიკალური ინდუსტრიის თურაც არის ვიცი და კარგად ვიცნობ და თან ვუკრავ, თან მუსიკოსი ვარ და თან ხმის რეჟისორი ვარ და აი ნუ ვიცი რაღაცები არის რაც ვიცი და ვიცნობ ყველას. აი ჰიპ-ჰოპ ნაწილი არის ჩემთვის შიგადაში გალაგალაკ ვუსმენდი, მოსმენი მქონდა, მაგრამ ახლა იმდენად წინ წამოვიდა და იმდენად ბევრი კარგი არტისტი, ახლა ჩემთვისაც სოფომ რომ მომასმენინა, რინგი მომასმენინა, მგონი პირველი. და აი ხო, ვაუ, ეს მეთქი აქდება, იმიტომ რომ ძალიან კაია და ეს ნაწილი ახლა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რო ხარ, რო გაგიცანი, იმიტომ რომ და დიდუბე რეკორდსი ადამიანებსაც რო გავიცნობ, იმიტომ რომ ეგ ნაწილი რომელსაც მე არ ვიცნობ, ძალიან კარგია, ძალიან ხარისხიანია და ეხლა სუბიექტურია მე მომწონს ეს მუსიკა თუ არ მომწონს, ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ყოველთვის როცა რაღაცა ხარისხიანი კეთდება, უნდა აღიარო. ჩემთვის ის რაც მოვისმინე შენი ძალიან ხარისხიანი და გემოვნებიანი იყო და ხარისხიანია რა, რაც თავარია, აი ეგ არის კიდე რომ ძალიან ბევრი აკეთებს რაღაცას, მაგრამ აი ნამუშევარი რო ეტყობა და ნაფიქრი რო ეტყობა. ავთენტურობაც არის რა. ხარისხი რო ეტყობა, ეგ კიდე ეგ მე მგონი მარტო იმაზე არ არის ხარისხზე. ანუ იქ შენ ახლა ძალიან კარგი საუნდი გაქვს და კარგი მიკროფონი ნაფიქრობაზე, ხო, ზუსტად. ანუ რო არ ბუდავ ტრეკში რაღაცა. ზუსტად არ არის რაღაცა გადმოკატავებული. ეგ არის ზუსტად დიდუბის მთავარი რაღაც, რომ ჩვენ ანუ არ ვწერთ ისეთ მუსიკას, რომელსაც ან სათქმელიან აზრი არ აქვს. ანუ მაშინ მოდი არ იყო რა დიდუბეში რა. რაც ძალიან ბევრი მომისმენია, გადმოკატავებული 90-იანების ჰიპ-ჰოპი, უბრალოდ ქართულ ენაზე და ცოტა თანამედროვე სემპლებით. თან დინას თავის ხელწერა აქვს, რაც მაგას ვიტყვი ავთენტურია. ხო, ეს კიდე არ ჩანს ამ ძველ ტრეკებში, ნუ მაგის მერე ალბომის მერე კი დავდე 3 ტრეკი, მაგრამ მაინც ცოტა სხვაგან არის. ეხა რასაც ვაკეთებ და რაც გამიკეთებია არის, აი საუნდითაც ძალიან სხვაგან და უფრო ის არის რა გავიხსენი და გამოვედი თითქოს იმდან აი არ ვიცი, მაშინ ცოტა თინეიჯერი ვიყავი და ცოტა sad girl თუ რაღაც ხო ეგეთ ემო პერიოდი. ხა და ეხა საერთოდ ესეა რაღაცას რო აკეთებ, მე უცებ გადახედავ რაღაცა ის თითქოს მე რაღაც პერიოდი რო გავადიდი ხარ მე დღემდე მომწონს კაც, მაგრამ ანუ იმას ვძახი რომ აი ხასიათის მხრივ ჩემი ახალი მუსიკა არის უფრო თამამი და პირდაპირი და ფლოუების ცოტა ისეთი არის რა უფრო დავხვეწე რაღაცები. რამ განაპირობა ეს გაშლა, თების გაშლა და გაბრაზდება. ხალხზე გაბრაზდი? გავბრაზდი იმაზე, პირველი რა იყო ეგეთი, მოიცავ ფიქრობ. ბიჭებიო, თქვი, ანუ უფრო თამამად აკეთებდნენ. ის ელელე რო ვიყავი მაშინ, ეგ იყო დაწყების მთავარი ის რა ქვია, მოტივი, მაგრამ ის ვიღაცებმა რო დაიწყეს ჩემზე რაღაცების ლაპარაკი. და ეს რაღაცები რო არ იყო, კაი რაღაცები, მე რა ის მომეცა რა, მუღამი მომეცა, რომ აი, ეხა ამაზე რას ვიტყოდი. და მასა რა ქვია, ვორგილი ვოისა მაქვს ერთი ტრეკი, რომელიც ჯერ არ დამიდია და რაღაც მინდა რომ მაგის რელიზი ძალიან იყოს განსაკუთრებული, იმიტომ რომ ეს ის არ არის ვოისა. ხო, ეგ არ მიდევს. ეგ მე ნაწყვეტი მაქვს. ეგ საუნდი გავარდა TikTok-ზე. ეგ ვიდეოები და Instagram-ზეც რაღაც იმას ქნა წაიღო რა, მაგ საუნდმა, მაგრამ ხო და TikTok-ს შენ აკონტროლებ, შენ სას? კი. შენ ტვირთავ ყველაფერს შენთან. ყოჩახ. რაღაც პონჩი რთული იყო, მაგრამ ეხა რო ვიყურებ, აი ხო, თავიდან არის ალბათ ეს მოთელვა რა. აუ, აი თავიდან რაღაც პირველი ცუდი კომენტარები წამოვიდა, ან მართლა ძალიან დავითრგუნე. ერთხელ იყო რა იცი? ანუ ამ ვორგილი ვოისაზეც, აუ სვანების შემარცხვენელი ხარო და რაღაცას მიწევ. გეუბნებიან ოღონდ არასვანები სავარაუდოდ. ხო. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა პროფესორია მე ეგეთ რა იგივე. ჩემი სვანები ძალიან ამაყობენ ჩემის და ჩემი აცები ვიცი ეგ ამიტომ სხვის მაგივრად ნუ ლაპარაკობ. კი ბატონო, ზუსტად ეგრეა ხოლმე, რომ აი შენ არ წხვენი იმ კუთხეს, რომლის წარმოადგენელიც მე არ ხო, არ ვიცი, მოდი და ეს რა ქვია, რავი, მე დაწერეთ მეგრული ტრეკი მაშინ. ხო, რა თქმა უნდა. ისევ იმისთვის ვაკეთებ, რომ შენით მაშინ, რა ვიცი, უკეთესი.
ხო, ეგეთ ხო და მაგ ვორგილი ვოისაში ის ვოისა კი გავარდა, მაგრამ თვითონ flow და delivery როგორიც აქვს მაგ ტრეკს ვერსის ნაწილი. ძალიან სხვანაირია ჩემი სხვა ტრეკებისგან და ასევე ის მაგ რა ქვია სვანური ბრიჯი მაქვს. ტექსტიც. ხო, ანუ სიტყვები. ხო, ეს რაღაცა პატარა მონაკვეთი არის სვანური სიტყვების. ხო და იქ ძალიან მინდა რომ აი სვანურად უწერო ტრეკები. და ეგ ჩემი ახალი მიზანი არის. ტრეპს ისე უხდება ხალხო? აი ხო, ძალიან რა არის წინ რაც ჯერ არ გითქვამს კიდე? წინ არის ის რომ არ მithქვამს რომ საერთოდ რო ლაპარაკობენ რაღაც აი არ ვიცი რო ლაპარაკობენ გენგებზე, რო ლაპარაკობენ განგსტერობაზე, რო ლაპარაკობენ დრაგებზე, რო ლაპარაკობენ იარაღებზე, ანუ სად ვცხოვრობთ, აი მოდი მიმოვიხედოთ რა, ანუ რატომ ელაპარაკები ამაზე? გასაგებია რომ western culture ეგ გვაქვს, მაგრამ ამ კულტურას რატო იღებ და საქართველოს შენ ანუ არავთენტურ რაღაცაში რატო სვამ და ესენი არიან რაღაც პატარა ბიჭები რომლებიც ამით ფლექსაობენ ანუ ტრეპი ეგ არის რომ უნდა იფლექსაო რა მე მგონი და რაღაც რაობი მე ბლატაობ და ეგეთი ჟანრი არის მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას აბლატავებ შინარს და ხო ანუ მაგარი კაცი ვარო ანუ არ ხარ მაგარი კაცი როცა რავი პატარა ბავშვებს აძლევ მაგალითს რომ ლინი დავლიე და კაი იყო არა კი ბატონო აი ხო და ეგ ის მაგ ბრაზი მაგ მოკლედ როგორ გონია ახლა ეგ არა რეალური ტექსტები რაც არის რა ვთქვათ ანუ საიდან მოდის პროსტო ანუ გადმოთარგმნელს გავს რა გადმოთარგმნელი აიღებენ და აკოპირებენ და ანუ LA-ის და ნიუ-იორკის კულტურა რო გადმოგაქ აქ ძალიან უცნაურია იმიტომ რომ ნუ ეგ იციან და აზრს არ აყოლებენ საერთოდ ეგ არ არის შემოქმედებითობა ხო მაგრამ ანუ ეგ თვითონ ეძახიან თავს არტისტებს მე და ხელოვანებს და ყავთ მიმდევრები მე აი მსმენელი კი ეყოლებათ ანუ მაგიტო არის ჩემი აზრით მე მსმენელიც აბსოლუტურად ყრუდ და ბრმად მიყვება ანუ აზრს არ აყოლებს ხო მაგრამ განა და მე მაგ ტექსტებს მღერიან და ჩემი აზრით ეგ უფრო დიდ სოციალურ პრობლემაში გადაიზრდება დრო და დრო ვიდრე ეხა გგონია რა იმიტომ რომ მე ამ თინეიჯერ ბავშვებსაც გონიათ რომ ეგეთი ლაიფსტაილ არის სწორი და ეგეთი ლაიფსტაილით უნდა ცხოვრობდნენ იგივე ეხა ამაზე სულ მინდა ხოლმე საუბარი და ვერსად ვერ რაღაც ჩვენი ქართული სიმღერები ესე იგი ღვინოს დავლევ რაღაცა პატარა ჩაგიყვან მინდორში ჩუმეთე სულ არის რაღაცა პედოფილია სულ არის რაღაც ანუ ამას აბსოლუტურად არავინ აზრს არ აყოლებდა რა ფორმით ან ვაფშე მე მართლა დღემდე რაღაცას რო წავიმღერებ ხოლმე მაშინ ხვდები იმას რა ქვია შინარს მაგ ქართული ტექსტების ხო და ამას არის აბსოლუტურად არავინ არ იაზრებდა და არ იაზრებს მე მგონი დღემდე საერთოდ რაზე მღერით ანუ ეს გავიგე ქართული მელოდია და ქართული ჩვენი რაც არის ძალიან დასაფასებელია და კი ბატონო ამაში ორი აზრი არ არის მაგრამ რაღაცა ზღვარი არის და რაღაცა საზღვრებია რომელსაც ცოტა აზრი უნდა დავაყოლოთ ხანდახან როცა სოციალურად ესე უკვე გაშლილად ყველა შეუძლია ეგ ინფორმაცია მიიღოს არა არის რაღაცეები ზუსტად იგივეს რა არ უნდა ასმენინო ბავშვს რომ კაია ნარკოტიკის მიღება არ უნდა ასმენინო ბავშვს რომ აი თუ შენ 50 წლის კაცი სიყვარულს აგიხსნის ეგ ნორმალურია ანუ ეგ არ უნდა ისმინო ხო ეხა ამას რა ქვია ძალიან არის ეხა აქტუალური არის 50 წლის კაცი რომ სიყვარულს აღხსნის ვინმე ნუ ყველა მიცის რომ ხო არ არის დაალგებული და პედოფილია რო არის, ანუ ამისგან კიდე დაცულები ვართ უფრო რა, ანუ ინფორმაციული ვაკუუმი არ გვაქვს ეგეთ თემთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანიც ზუსტად ეს არის, რომ რაღაცა მსგავსი პლატფორმებით, რავი, ძალიან მიხარია, რომ ბევრი პოდკასტია დღეს უკვე და რაღაც ეს ტელევიზიაში, რომელიც მე თვითონ 15 წელი ვიმუშავე, ანუ 10 აქეთ enough დამთავრდა რაღაცა ეპოქა დამთავრდა და დროა რომ გადავიდეთ ახალ საინფორმაციო ველში და ახალ სიხშირეზე და ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის. ალტერნატიული როკი ისევე ტრეფიც და ჰიპ-ჰოპიც სხვა სოციალური კომენტარი. ანუ მთელი ამბავი ეგ არის რომ მე პრობლემა რამე რომ აქ და უნდა ეს ჩემ მუსიკაში აისახება. და
შენ რამდენად გაქვს ეს მე არ ვიცი იმიტომ გეკითხები ეს არ არის რამდენად გაქვს ეს ყოველდღიური ეს პრობლემები გადმოტანილი აი მაგალითად რა გამახსენა იმიტომ რომ ეგ ახალი ალბომი ტრეკების უმრავლესობა არის მაგ სოციალურ პრობლემებზე ანუ გარეთ რო გამოდიხარ და რავიმე სამგორის მეტროსთან რო 5 უსახლკარო ადამიანს ძინავს კიბეზე ზამთარში ყინვაში და ანუ მერე რო რა ქვია შენ დგახარ და მელაპარაკები იმაზე თუ რა cool lifestyle გაქვს და როგორ დაფრინავ იქით აკეთ ანუ აი აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეგ ანუ არტისტობა და ხელოვანობა ეგ არის შენი რეალობა გადამოიტანო ხელოვნებაში და ამაზე ილაპარაკო და ხალხს საშუალება მისცე რომ დაანახო რეალურად რა ხდება რა. ხო და მე ეგეთი რაღაცები ძალიან მეხება, იმიტომ რომ არ ვიცი ცხოვრობ მაშინ რა ქვია აეროპორტის დასახლებაში. ალექსიუკის დასახლება ქვია ჩემს, მაგრამ ნუ აეროპორტთან არის. და ვარ დევნილი და რავიმე გიწევს ხო აი სულ რაღაც იმაში ვარ რა არ ვხედავ მე ბუჟი რაღაცებს ხო და მოვდივარ ძალიან იმიდან რა ქვია ბოტომიდან მართლა რა მაგ პრობლემებზე ესე რაღაც გადაფარვა მაგ პრობლემების რა მე ეხლა მუსტანგით დავდივარ აი არაფერს არ ცვლის რა და სხვას თავი დავანებო მეც არ ვცხოვრობ ეხა ისე რომ აი ყველაფერი მაქვს და ძალიან კარგად არის ჩემთან ყველაფერი ანუ არა ჯერ ერთად მუსიკოსი რო ხარ საქართველოში და ამაზე მე სოფონ ვილაპარაკეთ უკვე ქოლით კი მუსიკოსი რო ხარ შემოსავალი არ გაქვს ანუ მე რო გადარჩენის ბრძოლა ხო და მე რო არ მქონდეს ახლა მაგალითად ჩემი სამსახური სადაც რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად ანუ არ ვიცი როგორ ვიქნებ, იმიტომ რომ ძალიან არასტაბილური არის მუსიკოსის ცხოვრება საქართველოში. და ვენიუები როცა გბუქავენ, კიდე გეუნებიან, რომ ვერ გადაგიხდიან მაგდენს რამდენსაც ეუნები, იმიტომ რომ ანუ რა ქნან იმათმაც, ანუ იმათაც არ აქვთ ფული. დინა არ არის ბოდიში რო გაგაწყვეტინე, არ არის ის იმ კატეგორიის არტისტი, რომელიც ანუ აი კორპორატიულზე ახლა მოდი შენ ჭირები, ანუ არ არის დინა ძალიან შემოქმედი ადამიანია, რომ აბსოლუტურად საპირისპირო თქვა ჩვენ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებთ იმ მუსიკოსებს, რომლებიც ამითი ცხოვრობენ და უწევთ რომ თქვათ, რავი, cover band-ები და რაღაც ამ გზით თავი გადაირჩინონ, ხო? ელემენტარული ნიჭია კაცო, რომ როგორ შეასრულებ რაღაც სიმღერას? კი ბატონო. ძალიან დიდი ნიჭი უნდა მაგას. ხო, უბრალოდ რაღაცა გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იკარგება იქ. და გული მწყდება, ქვეყნის გამო ხო, გადარჩენა უწევთ და დინა არ არის, ვერ დადგება იქ რომ ვიღაცა სადღეგრძელოს სვავს და თქვენი ჭირიმე თქვენ გაგიმარჯვებთ ამის ფონზე მისი სათქმელი უწევთ თქვას, წარმოუდგენელია. ჩემი მუსიკა ეგეთ კატეგორიას არ მოსწონს. და მე ფაქტი არის, ხა მეც ხედავ რომ ვიღაცას რომ ვასმენინებ თქვა რაღაცას, გინდეს რავი ჩემი ნათესავი იყოს ან ვინც არ უნდა იყოს, ახლა ზოგი კატეგორია არის, რომ არ მოსწონს ეგ მუსიკა და ურჩევნია, რომ უფრო ტრადიციული და ცნობილი სიმღერა მოისმინოს რა. რა კიდე ბევრი პრობლემაა გარდა იმისა, რომ ვენიუ რატო ვერ იხდის ფულს, იმიტომ რომ იმ ვენიუს არაძლევს ვიღაცა ფულს, ანუ ვიღაცა რო ქირაობს. დამკვეთებიც არიან ძალიან ფულზე ორიენტირებულები. უნდა იმას 1500 ლარად რომ მაგარი ბენდი მოიყვანოს. ანუ იმდენად ეს დაუფასებელი შრომა. 1500 რო იძახიან ბენჩი და ბენჩი 6 კაცი რო არიან. რა არის, ხო, არაფერი არ არის. ხო, იმ თანხას რაც აფასებენ ხოლმე, საერთოდ არავინ არ ფიქრობს იმაზე, იქ რამდენი ადამიანია, ის რამდენ ადამიანზე ტყდება და მე ხარისხსაც ისე უყურებენ რა. არა აქვს მნიშვნელობა, ხო, ხარისხს არა. შეიძლება იმ დამკვეთ დინას მუსიკა და ვიღაც რიგითი ჰიპ-ჰოპერის ან ტრეპ-არტისტის მუსიკაში სხვაობას ვერ მიხვდეს. მიხვდი და იმას ურჩევნია რომ იმას გადაუხდის სამჯერ ნაკლებს და იქნება რა ვიღაცა იმღერებს და მე ამ შემთხვევაში უკვე რომ ავთენტური და ესეთი ადამიანი ხარ რომელზეც ფასეული რაღაც მუსიკა გაქვს მე შენ გამოდის ეგ ძვირიანია ხო მაგრამ ანუ ეხა ჩვენ შემთხვევაში კიდე პრობლემა ის არის რომ პრობლემა კიდია მაგრამ ფაქტი არის რომ cloud-ი რო არ მყავს ეხა მე დიდი და ბევრი ადამიანი რო არ მიცნობს მაგის გამოც fee თავისთავად დაბალი არის ხო, ეგეც როგორი პრობლემა, ეგეც ალბათ დროებითია. ხო, აი ანუ ეხა რო ვიყო ისეთი არტისტი, რომლის მუსიკაც просто სუბიექტურად ვიძახი. არ ვარ გა
და არაფერზე არ ვლაპარაკობდა, პროსტა ბაბა. მე თუ ხალხი მყავს, შეიძლება რომ ზუსტად ის ფული გადამიხადონ, რამდენსაც ვეტყვი და თავარია მაგათაც რომ venue გაივსოს და всё. მან სხვა პრობლემაზე მივდივართ. ჩვენ ერთი 10 და 15 წლის წინ იყო კლუბი დივანი. ხო. იცი შენ კლუბი დივანი? რომელიც ძალიან მაგარ საქმეს აკეთებდა. ძალიან კაი კლუბი იყო, დათო თოიძე მუშაობდა ხმაზე, ძალიან კაი. ყოველთვის წერდა, ყოველთვის იწერდა, ყოველთვის. შენ ძალიან პატარა იყავი მაშინ. venue იყო. თავისუფლების მოედანზე. თან ეს არ იყო, რომ სადმე იმაში რა ქვია, ელექტროვერკში ან სადღაც ძალიან ქალაქის ბოლოში რა, წანიში ან სადმე. თავისუფლების მოედანზე პირველ სართულზე იყო რესტორანი, ქვემოთ იყო სცენა, აპარატურა, ყველაფერი. გამზადებული. მიდიოდი, ეუბნებოდი, რომ ის რა ქვია, კონცერტის გაკეთება მინდა. როდის? აი იყო. ემსახურებოდა მუსიკოსებს. ინსტრუმენტები იყო, ყველაფერი იყო. საერთოდ გამზადებული იყო. წინახაზი, უკანახაზი ჩაწერა. არ ქონდათ, მაგრამ მე მაგალითად ძალიან ბევრ ლაივზე ყოფილვარ მან სხვადასხვა. მე დამიკრავს არაერთხელ და ყოფილვარ კიდევაც და მაკედან, ანუ ეგ კულტურა იყო, რომ ყოველ შაბათ-კვირას რაღაცა ხდებოდა დივანში, ვიღაცა უკრავდა იქ, რაღაცა ხან ჩვენ უკრავით, ხან ვიღაც უკრავდა და ყოველთვის თან არტისტებთან იყო შეთანხმება. რამდენი ადამიანიც მოვა, ბილეთები იყო შენი. და თვითონ ქონდათ ბარის მიტება? გადასარევად მუშაობდა. სუსავსე იყო, ყოველთვის იყო რაღაც სოციალური ის იყო უკვე, რა შაბათ-კვირას კონცერტზე მუსიკის მოსმენა თუ გინდა და ახალი ტიპების მოსმენა თუ გინდა და მიდიოდი დივანში და არ იცოდი ვის მოისმენდი. აი, ეხა ეგ არ გვაქვს რა. არ გვაქვს და ეგ სივრცეში რომ მიდიხარ, იცი რომ ზუსტად იგივე არტისტი იქნება, ვინც წინა კვირას ყავდა. გადაიხადო რომ იქირავო რაღაცა ისეთი სივრცე, სადაც ტექნიკურად დაგხვდება ის რაც. და მე რო ვარ სოფოს მოსასმენად მისული და სოფოს მერე დინა არის თქვათ. დინაზე სტარჩები და ავტომატურად გისმენ და უკვე +1 ადამიანი, +2 ადამიანი ახლა რაც ლაპარაკობ cloud-ზე რა. აი ეგ სიტუაცია აღარ არსებობს. რომ შენ მარტო სოციალურად უნდა გაკაჩო ახლა მაშინ რა. აქ დიდად warm-up-ებიც ისე გვაქვს რა. ეგ warm-up-იც ეხმარება. რა თქმა უნდა. სანამ არტისტი გამოვა, მანამდე რომ სხვა არტისტი მღერის. უნდა გადაიხადო მაგაზე. და warm-up-შიც ხო, ანუ რამდენად არის warm-up-ე? აი ესეთი ხო, ეგეც კიდე საკითხავია რა. ხო, არა, ნუ რამდენია ეგეთი არტისტი, რომელსაც warm-up. აი ვინ არის შენთვის ავტორიტეტი ქართველი არტისტი? არც მე ძალიან მივხახანო დიდუბის. ხო, მაგრამ აი რაღაცა ითქვა კოლაბორაცია გექნებოდა ან რაღაცა იმის მიღმა, აი რა ვინ არის შენთვის ავტორიტეტი რა, ისეთი რომ აი ეგ მაქვს ახლა მამაფლექსზე. მე ანუ იმენა ვამაყობ რომ მაგ ბიჭმა შეძლო ის რაც შეძლო და ლაპარაკობს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. მიუხედავად იმისა თუ როგორ ლაპარაკობს და რაიგით, ანუ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ახსენებს. კი ბატონო, თქვათ ჟანრს რო გავცდეთ, არის ვინმე რომ შეიძლება ანუ ის არ არის აუცილებელი რომ მოგწონდეს ან უსმენდე ყოველ დღე. თქვა უკვე და ხან უღარ იმას ვიზარ. კაი ბატონო. გასაგები იყო ისედაც მისი პასუხიდან გამომდინარე აზრიც. Billboard-ზე მომიყე, მე არ ვიცოდი რა, შენ ხარ Billboard-ის რომელიც TV host. კი. ჰოსტი არის და შენ თვითონ მუსიკოსებზე მუშაობ, გამოდის არა? მე რო დავიწყე Billboard-ში მუშაობა, ჩემი პირველი რესპონდენტი იყო Reggie Snow. არ ვიცი თუ არა. კარგად დაგიწყია. ხო, Reggie Snow მყავდა. პატი სმით შევხვდი. და მოკლედ რაღაცა ის არის რა, ფან არის რა. მე ვაკეთებ, ანუ გადაცემა არის მუსიკალურ სიახლეებს ყვები. რომ აი, ახლა მაგალითად რომელი არტისტი ქართველი არა ქართველი ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა, არაც აქტუალური არის, მაგაზე ვლაპარაკობთ. თუნდაც ეს ცოტა underground არტისტი იყოს და იქ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ამ ხელო პლატფორმას უთმობ იმას, რომ უცნობი არტისტი გააცნო უფრო ფართო აუდიტორიას და ეს გადის Euronews-ზე და Euronews ბევრი უყურებს რა. ხო და ყვები რომ აი ეს არტისტი აპირებს რომ ალბომი დაარელიზოს, სინგლი დაარელიზა, ეს სინგლი ამაზე უცებ მე ინტერვიუ არის, მე უცებ რავი ვლაპარაკობთ იქით რავი Tupac-ზე, Kendrick Lamar-ზე და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. ანუ ეს არის შენთვის რეალურად მთავარი შემოსავლის წყარო, ხო, ფინანსურა.
ეს რომ არის. მაგრამ კაია რომ მაინც იმაში არის რაღაც თავისივე სფეროში მაინც არის, იმიტომ რომ შეიძლება ჯდარიყო ბანკში, ეგეც ხო არის ეგეთი შემთხვევებიც არის. ძალიან ბევრი. არ ვიცი რას გავაკეთებდი. ხო, ანუ მე გადაჩენაზე. შენ გეტყობა რომ შანსი არ არის მსგავსი. მსგავსში არ არსებობს რომ კომფორტულად და ორგანული ყოფილიყო შენთვის არ ვერ გაძლებდა არ. ხო, არა, რაღაცნაირად თავისუფლად მაინც ამ შენ სფეროს რო ეხება და თან ფულსაკეთები საარსებო, შენ სფეროს რო ეხება, ბევრად უფრო მარტივია. და ბევრი opportunity აქვს თან. კი, და networking-ები და ასე შემდეგ და ასე. ეხლა Regis No რო არის, შენი პირველი რესპონდენტი უკვე ძალიან კაი არის. ой, და ეს რა ქვია, მთავარმა Billboard-მა დამდო თავის იმაზე რა ქვია. ხო, ის მაგანახე. ხო, პლატფორმაზე. მე ნელა იმას იზავს რა ქვია. ეგ დაიხმარ მაგას, რომ შენი შემოქმედება იმას ქნა. აუცილებლად. ბუსტი რო გაუკეთო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენ დროთა განმავლობაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და არ ვაპირებ გაჩერებას და ისტორია აზრი არ აქვს გაჩერებას. ლაივები გვინდა შენი რა. ხო, მეც ძალიან მინდა. იმიტომ რომ მე რავი რა თვლი რომ ჩემი ლაივები საერთოდ არ არის მოსაწყენი და ანუ შეიძლება რომ ტრეკების დიდი ნაწილი არ არის საბაუნსო, მაგრამ ანუ დევს რაღაცები მაგ ტრეკებში, რაც შეიძლება რომ აი პროსტა გზნობის დონეზე აღმოაჩინო შენ თავში რა და ხმამაღლა ვიძახი ამას, მაგრამ ძალიან მჯერა ჩემი მუსიკის რა. ხო და არის ხოლმე მომენტები რომ ხავი ხალხი შეიძლება დიდად ვერ შვებოდეს რა ქვია, ბაუნსობდეს რაღაც ტრეკებზე, მაგრამ ანუ ხო, ანუ შეიძლება რომ იყოს პროსტა კამერული ლაივი, დაждდე და მოусმინო რომ რაზე გელაპარაკება ეს არტისტი, მაგრამ ბოლო ლაივი რაც ცეხში მქონდა, ბრუში მქონდა, გვერდზე აქ და ეგ ძალიან კაი იყო. აი რაღაც ამ ალბომიდან, ახალი ალბომიდან შევასრულე რაღაც ახალი ტრეკები და აუდიტორიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. იქიდან ვინ არის შენი მსმენელი და რა. ხო, იცი რა ქუთაისში რო ჩახვიდე, აი ზუსტად. ქუთაისში ძალიან მიყვარს. აი მქონია ლაივი. ქუთაისში არ მქონია ლაივი. აი შენ ყველა ვარიანტში უნდა გააკეთო ძალიან დიდი ლაივი. დიდი რა ლაივი ქუთაისში, იმიტომ რომ შენი ქუთაისიდან იწყება რა რაღაცა. ქუთაისიდან იწყება ყველაფერი. კი, ქუთაისიდან იწყება ყველაფერი და ქუთაისელებს. რა სივრცე რეფლექტორი კიდე რა არის მანდ? სივრცეები ცოტა, იქაც ცოტა, მაგრამ სურო ღია სივრცე გააკეთო. მიხდი, ანუ რაღაც იქ ყოველთვის ხდება რაღაცა. ანუ იქ სხვანაირი აუდიტორია, აი ხალხი არის ღია. აი ეგ მინდოდა რომ მე თქვა, ძალიან უცნაური ხალხი არის რა. როდ გახარ და მღერი, აი ესეთ განან რა, ანუ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ანუ ჩემთვისაც უცნაურია ეგ. დგავარ, იმას რო პირა ქვია, გიზიარებ ჩემ იმას რა ქვია, მუსიკას და ემოციას და ანუ მათგან ვიღებ არაფერს ნოლი. აი ამას ხო და რაღაც უფრო ის უნდა ვიყოთ რა, supportive უნდა ვიყოთ და ანუ მოსმენის კულტურა არ არის საქართველოში. ლაივზე რომ მოდიან, ტიპები გადიან გარეთ რომ სიგარეტი მოწიონ, ერთმანეთში ილაპარაკონ და სასმელი დალიონ. ანუ მაშინ რისთვის მოდიან? ხო და ერთხელ მქონდა ძალიან, რა ქვია, უხერხული შემთხვევა, რა ვდგავარ ლაივზე მღერი რაღაცებს და წინ ვიღაც ტიპები მედგნენ, რომლებიც რაღაც ცოტა შეურაცხმყოფელ კომენტარებს მესროდნენ რა და უესწარი და რომ მოდიხარ სივრცეში ლაინაპს არ უყურებს, სად მოდიხარ, ვინ მღერის, რომც არ იცოდე ვინ მღერის, ხო რაღაც უზრდელობა. კი, ნამდვილად. იმიტომ არის, რომ ეხლა ისე მიხარია ჩვენი ძალიან ბევრი ქართველი არტისტი ბენდი ბერლინში ჩადიან ლაივები აქვს და მაგალითად Tape Visitor-ი იყო ეხლა ჩვენ შემდეგი სტუმარი იქნება ჩვენი და აი ზუსტად მაგას ყვებოდა რომ პატარა სივრცეში ქონდათ ლაივი საერთოდ უცხო ხალხი იყო მოსული არავინ არ იცოდა არც Tape Visitor-ი არც არა არც საერთოდ ვინ და ძალიან კარგად გაერთნა ისეთი ლაივი იყო და ისეთი ემოციური და რაღაცა ძალიან კარგი. იმიტომ რომ ის ხალხი მოდის იქ კონკრეტულად მუსიკის მოსასმენად. არიან. ხო, ნუ ჩვენ საერთოდ რა გვიჭირს კი ისე. სნობი ერთია და მეორე არის რომ აი ეხლა მე რო ვიცეკვო ის და მინახავს რომ ეცეკვავ და აი რო დავიყვირო და რო გავაკეთო და ტაში რო დავუკრა ცოტა აი სხვა რა იფიქრებს ანუ მაგაზე რატო უნდა მიხეხა ჩვენ გვიჭირს სიახლის მიღება. ანუ სიახლე ყოველთვის პირველ რიგში არის ცუდი. ქართველი საზოგადოებისთვის. ყოველთვის ეს სიახლე იწევს შიშს, იმიტომ რომ ისევ მივდივართ იქამდე, რომ გვაქვს რაღაც საინფორმაციო განათლების იმის რაღაცა ძალიან ვიწრო
ბუშტივში ვხედავთ, იმის იქით არ ვიცით რა ხდება და ეს იწევს ამ ყველაფერს, რომ ხალხო დიდია ეს სამყარო და ძალიან ბევრი ადამიანია, სხვადასხვანაირი ინდივიდი და სიახლე არის პირიქით ყოველთვის პროგრესის. რაც არ უნდა კარგი იყოს და ახალი იყოს, აი პირველი ის ეგარი რომ არ ვარგა. არ ვარგა. აი ის მიდგომა რომ ახალია და მოდი რაც შეიძლება მეტი ახალი მოვისმინო, იქნება ახალი გავიგო, იქნება მომეწონოს, იქნება ერთხელ რომ მოვისმინე არ მომეწონა, მაგრამ მეორედ როცა ტექსტსაც რო წავიკითხო, ეგ არ არის რა, აი ის ჯობია და აი ემინემი უკეთესი, ანუ რაღაც ისულელები, ხო იცი? მაგრამ მე მგონი კიდე რაზე არის, იცი, აი როდესაც ქართული არ არის ტექსტი, ძალიან უჭირთ მიღება. ეგ გასაგებიც არის რა. კი, ენის ბარიერიც ძალიან გვაქვს, იმიტომ რომ ქართულად ვინც აკეთებს, აი რავი, ახლა იგივე კაიაკატა და მაქსიმუმ ჩაიძის და ის პროექტების ის რო ავიღეთ, ხო? ქართულად აიტაცეს, იმიტომ რომ ტექსტი გასაგები რო არის, უფრო ახმადია და უფრო რთულია ყოველთვის ქართველი მსმენელისთვის არაქართული ტექსტის. მაგრამ მათაც თავის დროზე მას ქნეს რა ქვია, გადაუარეს, რომ რანაირად ლაპარაკობს და რას შვება ქართულ ენას. ხო, მე არ მახსოვს, იყო ეგ პერიოდი. ძალიან ბევრი ჯაჯავდა. ჯავახია, ტეხავდაო ქართულ სიმღერაო. ხო. ტეხავდაო რა, ქართულ სიმღერა იმინატეხავდა, მე რაღაცნაირად მე იმას ვქე გადავაბიჯეთ. ეხლა ბოლო პერიოდია პირიქით ძალიან ქართულზე. ხო, და ეხლა ექსპერიმენტი იქნება, სვანურადაც რო იქნება, მე რა თან ქართულად ვერ ამარა სვანურად. ძალიან ქართულად წერა ძალიან მინდა, მაგრამ რაღაცა ის მაქვს ჯერ აი ის კი არა რომ არ მინდა და არ მილია რაღაც რთულია. ვერ ვშვები. რთულია ეგ მაგ ენაზე დიდხანს უნდა იფიქრო და ისაუბრო რომ შეძლო. ხო, რთულია რომ გააკეთო ისეთი, რაც ჯერ არ გაკეთებულა. რა რომ გავრეპა მაგალითად ქართულად. შეიძლება რომ ზუსტად იგივე ფლოუთი გავრეპა, რასაც თელი რაღაც ეს რეპის ქართული რეპის კულტურა იყენებს რა, ხო და ეგ არ მინდა. ხო, იმიტომ რომ რაღაც არის თან ქართულ ენაშიც რომ ამის იქით საშუალებას არ გაძლევს, ეგეც არის და ეხლა სვანური საინტერესოა უფრო, იმიტომ რომ სხვანაირად აი არ სვანურზე დაგეთახმოთ. ცოტა ვიცი, ცოტა. კოცალ მიხა. რაზე არ დამეთახო იმაზე რომ რაღაც საზღვრებია? ქართული ენა რაღაც გბოჭავს რაღაცაში პირიქით მე მგონია რომ აი შეგიძლია რომ გადაჭამო ყველაფერი ისეთი ენა არის. ქართული იცი რატო გბოჭავს? სულ მაგას ვამბობ, იმიტომ რომ ვერ იტყუები ემოციურად და ჯერ ესეთი ძალიან რთული ენა. ჩემს ტექსტის საინტერესოს რომ ამდენი თანხმოვანი რო გვაქვს და ესეთი რთული სიტყვები როა ზუსტად ეგ არის საინტერესო. ამღერო და გამუსიკო ქართული ენა საკმაოდ რთული ემოციანაა და დავალება. აი ხა მაგალითად ლიო არ ვიცი იცის თუ არა, ლიო with ila. ეგეთი ქართული დუეტი არის. ბენდი არ ვიცი როგორ ეძახიან თავის თავს. ლიო ჩხეიძე არის მომღერალი, რომელიც აი უწმინდესად და ულამაზესად მღერის ქართულად. აი არ ვიცი მოусმინეთ ისეთი ლამაზია და ისეთ მელოდიებს ქმნის და ისეთ რაღაცებს უშვება სიტყვებს, რომ ძალიან ეს ვარ ქვეშ თაბეჭლების ქვეშ ვარ. ძალიან აუცილებლად ნახავთ. აუცილებლად. ჩვენ ისედაც უნდა ძალიან ბათუმელი არის თან. სადაური? ბათუმელი. ბათუმელი აჭარა. ნუ აჭარაც არ არსებობს, სულ შობს ხოლმე. განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანებს რა, ძალიან ისეთი კუთხეა. გადავიდეთ მუსიკაზე? რა ვიცი, გადავიდეთ? რამე არის თქმაც, კიდე იმიტომ რომ ჩვენ ახლა განათლებას ვიღებთ. კი, ანუ ძალიან სასიამოვნოა. არტისტების მხრივ რაღაცის მხრივ რაც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ თან ვაღიარებთ რომ არ ვიცით, რაღაც არის ისე თქმაც გინდა. ვერ ფიქრობ ეს. მე მგონი მუსიკით უნდა თქვას უკვე. კი ბატონო. გადავიდეთ. მადლობა დიდი რომ მომიწყდა და გადავიდეთ. კიდე ბევრჯერ გელოდებით კიდე. ჩვენ თუ ეს გავაგზავნეთ, კიდე დიდ ბევრჯერ. ალობა. ალობა.